მიმართავს და ადგილობრივი ბიუჯეტის ხარჯვის გაკონტროლებისკენ მოუწოდებს. 13 მომხრე და არც ერთი მოწინააღმდეგე აჭარის უმაღლესმა საბჭომ მთავრობის მეთაურად არჩილ ხაბაძე ერთხმა დაამტკიცა. კენჭისყრაში მონაწილეობაზე ნაციონალურმა მოძრაობამ უარი განაცხადა. პროცედურის შემდეგ კი ხაბაძე მთავრობის სახლში გადაინაცვლა, სადაც ხაბაძეს ყოფილმა მეთაურმა ლევან მარშალუმიძემ სამომავლო სამუშაო კაბინეტიც დაათვალიერებინა. ჩვენ ბათუმში ვართ, აფიქსებით ნებისმიერ დროს დაჭირდება ჩემი კონსულტაცია ამისთვისაც. ამ შეთავაზებით აჭარაში ხელისუფლების გადაბარების პროცესი დასრულდა. ლევან მარშალუმიძემ მის შემცვლელს სამუშაო კაბინეტი დაათვალიერებინა და მთავრობის სახლი დატოვა. ბატონ ლევანის და ჩემი შეხვედრა და დელეგაციის შეხვედრა იყო ნამდვილად ცივილური ფორმით მთავრობის გადაბარების საკითხი, ასე ვთქვათ. იყო ნორმალური, ბატონ ლევანთან მქონდა ადრე შეხვედრები, ერთმანეთს ვიცნობდით საქმიდან, სხვადასხვა პროექტებში მქონდა ვთქვათ შეხება. პარლამენტს ხალხმა დააფიქსირა თავისი აზრი გამოთ არჩევნების კუთხით. მოხდა ხელისუფლების ცვლა. და დღევანდელი დღე იყო მართლაც უმაღლესი საბჭოს მიერ დამტკიცება ახალი მთავრობის თავმჯდომარის. თქვენაც ხედავთ, სწავლგინეთ ყველაფერი, გადავეცით ის პროექტები, რომელიც იყო, არის, რომელიც შეიძლება გაგრძელება და დარწმუნებული ვარ, რომ ეს პროექტები გაგრძელდება. აჭარის მთავრობის ძველი და ახალი მეთაურების შეხვედრას წინ კენჭისყრის პროცედურა უძღოდა. 13-0 წინააღმდეგ. ამ შედეგით აირჩია არჩილ ხაბაძე აჭარის უმაღლესმა საბჭომ. კენჭისყრაში ნაციონალური მოძრაობა არ მონაწილეობდა, თუმცა ხმების დათვლაზე უმცირესობის წარმომადგენელმა პეტრე ზამბახიძემ უარი არ თქვა. დადგენილება მიღებულია. მოგმართავთ ბათუმის თვითმმართველობისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მუნიციპალიტეტებს. ხვალიდან ჩვენ ვიწყებთ საქმიანი ურთიერთობა, რომლის შედეგები აისახება რეგიონის მოსახლეობაზე. მოგიწოდეთ, გააკეთოთ არჩევანი და ემსახუროთ საკუთარ ხალხს და არა ერთეულების ინტერესებს. ჩვენი ხელისუფლება არ არის რევანშისტული. ჩვენ გვინდა რეგიონის განვითარება და ამიტომ კიდევ ერთხელ მოგიწოდეთ მიიღოთ მონაწილეობა ამ პროცესში. აჭარის უმაღლესი საბჭოს ხდომა სტუმრის სტატუსით საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერები ესწრებოდნენ. მურმან დუმბაძემ ნაციონალური მოძრაობა კენჭისყრის პროცესში მონაწილეობაზე უარის თქმის გამო გააკრიტიკა. ნაციონალურ მოძრაობაში არის სერიოზული განხეთქილება. პროცედურულად საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა აჭარის უმაღლეს საბჭოს წარმოუდგინა მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატურა. ხოლო მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატურას მხარდაჭერაში მონაწილეობა არ მიიღო თავად ფრაქცია ნაციონალურმა მოძრაობამ. ის ნიშნავს, რომ ისინი ურთიერთშეთანხმებული არ არიან. უმრავლესობით, რა თქმა უნდა, არჩეული იქნა სწორედ ის კანდიდატურა, რომელიც ფორმალურად მართალია წარმოადგენდა პრეზიდენტმა, მაგრამ ეს არის უმრავლესობის კანდიდატურა, ბატონი ბიძინა ივანიშვილის და კოალიცია ქართული ოცნების. ამ შემთხვევაში ვფიქრობ, რომ არის საკმაოდ სწორად შერჩეული. არჩილ ხაბაძემ აჭარის მთავრობის ახალი შემადგენლობა უკვე დაასახელა. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს გიორგი თავართქილაძე უხელმძღვანელებს, რომელიც ამჟამად VTB ბანკის აჭარის ფილიალის დირექტორია. აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ნუგზარ სურმანიძე იქნება, რომელიც ამავე სამინისტროში მუშაობს. განათლების, კულტურის და სპორტის მინისტრის პოსტზე გია თავამაიშვილია წარდგენილი. თავამაიშვილი აჭარაში ერთიანი ეროვნული გამოცდების ცენტრს ხელმძღვანელობდა. სოფლის მეურნეობის მინისტრი კი ფერმერთა სახლის მეპატრონე ზაურ ფუტკარაძე იქნება. მინისტრთა კაბინეტს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე უმაღლეს საბჭოს ხვალ წარუდგენს. კანდიდატებს სავარაუდოდ 1 ნოემბერს დაამტკიცებენ. ახლა კი რეკლამის დრო, დღის სხვა მნიშვნელოვანი თემებით რამდენიმე წუთში დაუბრუნდებით, დაგველოდეთ.